ძირფასო მეგობრებო, ბაიერნის გულშემატკივრებს და ბუნდესლიგის გულშემატკივრებს კვლავ დიდ ბოდის გადაგიხდით. კი, მოგიხდით უბრალოდ. ეხლა და მე უკვირს ამ ჩემისას რომ ვიღაცა შემოვა და დაწერს კომენტარში რომ ისო რომელი სტატია აღარ უნდა გადაცემის წაყვანავდა გადაცემა. როდის გახდა ეს გადაცემა? მე არ მომიწერია კონტრაქტზე ხელი. შენთან რომ 3 საათიანი გახდა ეს გადაცემა. და თუ ასე წყურია რაღაცა სხვაც გავაკეთე კიდე რა ფორმულაზე, იმაზე, ამაზე, ან რუბრიკა. რუბრიკა რა თქვი არაფერი. ვიტყვი, მე დღეს გირჩევთ. დღეს მუსიკალურ რუბრიკის ეგედით გადაცემის ბოლოს გირჩევთ Grand Funk Railroad-ის ალბომს Born to Die. ვისაც გეთ დაჭიქით? შვენიერი ალბომია, შესანიშნავი სიმღერებით, განსაკუთრებით არის სიმღერა Born to Die. ძალიან მაგარი Deuce არის გენიალური სიმღერა და ასევე Genevieve არის ინსტრუმენტალი, რომელიც ჩემს ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტალია საერთოდ, რაც დაწერილა როკ მუსიკის ისტორიაში. ასე რომ Born to Die Grand Funk Railroad-ის ძალიან მაგარი ალბომია. ეხლა რა ვქნა მე? შუაში ჩამოვიწიო? იცული შეჭრა მე რომ ვადვიში აი. შეიცვალა შენ თუ? ეხლა არა, კაია მარტო სოლო გადაცემა იქნება დღეიდან ეს კალა მიდის, კალამ გადაწყვიტა რომ დაამთავროს თავისი მოღვაწეობა ორშაბათობაში. სექსი თაკოსთან. კაი, მოდი დაემშვიდობე მართლა ხალხს შეჩემ. მე ესე დავამშვიდობე, კარგად იყო. აი, მე დავამშვიდობე. როს დავამშვიდობი? იბაზრე შენ, მაგითო გამოვედი რომ გაგიტკბა და მიდი. მოვჩი. ვაკედან მოგისმენთ, ვაკედან ამიშნულობა არის. რა გინდა რა? იგი ფეტელი. მოვჩი, შეჩემ, რამდენი ვლაპარაკობ ფორმულაზე, ხო, ვამთავრებდი. კაი, გებიჭო. თელი გადაცემა, მოსაწევად არ გავსულ ვარ შეჩემ. ქართულია? ალო, ისმის. ბრავაზე, სკულტერს ბრავა არ ჭირდებაო. ფულკალატოს ვინ წერთ კომენტარებში შადაშორის, ყველას დაგბლოკავთ, ეს 1, 2, მესამე დავიმახსოვრე, ხო? ეს 4, 5, 6. მაგ ქვეყანა დატოვე ბაზარი, მე ნეაპოლში ვიდივარ, შენ არ მიდიხარ რა ეგრე. ეს ამ ლეპტოპს წინ დავიდებ ესე, რატო ვიყიდე მასო. რა უნდა გააკეთოთ? თონჯინები, გვერდიდან რომ თონჯინები გებაზრებიან, ის რა ხია? მოდი რა მოყავით თავი და შენ იქნები ისე. შენ კარკუშა იყავი და ეს იყოს ის. ნარკუშა არ არის ეგეთი პერსონაჟი შეჩემ. სანდრო და კარკუშა და რა ერქვა იმას? ხრიუშა, კარკუშა და ძახს რა ერქვა? გავგაფი თუ რაღაცა. გავგაფ. ძახს რა ერქვა? არ მაგას. არავის არ გახსოვს ძახს რა ერქვა შეჩემ. ძახს რა ერქვა კალა? ვალიერი. მარტო ხრუშა მაქვს. კაი, შო დავამთავროთ მაგრამ. მადლობა ჩვენ სპონსორებს კიდევ ერთხელ. ჩვენ არა ჩემ სპონსორებს, იმიტომ კალა ამ გადაცემაში აღარა როგორც ხედავთ, წავიდა. გადაწყვიტა რომ მობეზრდა ორშაბათს მუშაობა და ის დასვენება გადაწყვიტა ორშაბათობით. პრობლემა რა არის იცი კიდე? აი, ორშაბათობა რომ ძალიან გვიან მთავრდება ხოლმე. მეორე დღეს მაქვს პოდკასტის ჩაწერა. და ამ გადაცემიდან იმ გადაცემამდე რაც უფრო მეტ როგად უფრო ცოტა საათი მრჩება რომ გამოვისვენო რაღაცა დავიძინო ძალები აღვიდგინო რომ მეორე ტიტან ადამიანს დაუპირისპირდე ხო და ჰა იმიტომ რომ მომეცით საშუალება მეგობრებო რომ ეს თელი ენერგია მოგახმავროთ ბოლომდე რა კარგით მადლობა ზარისთვის თქვენ რჩევა გინდათ სპეციალისტის ხო როგორც ხვდები გამარჯობათ მადან ვახტანგ გიყურებთ თელი ოჯახით ერთი რჩევა რა მინდა მივიღოთ თქვენ გარჩევა ჩვენი თხარი ძალიან ცუდად და ხომ არ იცით აი რამე წამალი რითაც შეიძლება რომ მკურნალოთ დიდი მადლობა ანალგინიიშვილის ხოლმე როგორც ვიცი გააჩნია რა ჭირს თხას თუ გადმორეკავთ და ზუსტად გვეტყვით დეტალებს რა ჭირს და სიმპტომებს მაშინ უფრო უკეთესად შეგვიძლია დაგეხმაროთ შემდეგი ისმენთ ალო გამარჯობა გენაცვალე პირდაპირ ეთერში ვარ დიახ ბრძანეთ ისმის მომიტანე ეს ბოლტი შედგა მე გიყურებდი ხა ახალ არხზე ამ თავისუფალ არხზე გიყურებდით და რა არის ეს რას დაემსგავსეთ რა ტელევიზორში ბავშვები ყურებ შეიძლება რა გინდათ ბატონო რას გვერდით როგორ შეიძლება რა არ შეიძლება თქვენი საქციელი რომელი საქციელი ფეხბურთზე უყარო გადაცემა 9 საათი ფორმულას ლაპარაკობში შეიძლება? კარგი, ხო, გაგვექცა ბატონო, ხანდახან ხდება ხოლმე, არა უშავს. ფორმულას არ უყურებთ? დაკიდა, გათიშა, კარგი. შემდეგი, ისმენთ კიდევ ერთ ზარია როგორც ვიცი. გამარჯობა. დიახ. იცით, ბატონო ვახტანგ. დიახ. ძალიან საინტერესოდ საუბრობდა თქვენ თან წამყვანი და ბატონ გიორგის, რატომ არ ასაუბრებთ?
მე არ ვასაუბრებ, კაცო? არა, აშკარად რაღაცა საინტერესო თქვენ გააწყვეტინეთ რამდენჯერმე და ეს სტუმარიც ასე ექცევა ხოლმე და არ შეიძლება ეს, ხო? ვინ? გიორგის გავაწყვეტინე მე, საუბარი თვითონ დაიღალა, წასვლა უნდა და მეძინებაო და. არა, თქვენ ხელში ხა დაიღლებოდა ბატონო ვახტანგ 3 საათი გიყურა. ასნის რომ ჩემ ხელში დაიღლებოდა, ვერ გავიგე. არ ვიცი, ჩემი აზრი ეს არის რა. ეს გადაცემა ჩემიც არის, ხალბატონო. გამოდი გამააჯვი ხალო, გამოდი. მე თემი არ გამიგიათო. კალა არის ჩემი კალა. კაი და ბოლოს არის შეგვიძლია ერთიც. მოვისმინოთ თუ არის მსურველი. კიდევ ერთხელ. შეგახსენებთ ჩვენს ნომერს 67 69 69. მოგეცალმებით, მართლა მნიშვნელოვანია, რომ სტატუსნაირმა ადამიანმა, რომელიც აბინძურებს ქართულ ენას, შეეშვა საერთოდ მსგავსი სტილის გადაცემის წამყვანობას, თუ შეიძლება. უღრმესი მადლობა მოსმენისთვის და რა ვიცი, ალბათ მსგავსი გადაცემები უნდა დაიხოს, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი დოდოხეთი. მადლობა თქვენი აზრისთვის. აი ჩვენ ეგ დემოკრატიული გადაცემა გვაქვს ნებისმიერ მათ შორის უარყოფით აზრსაც საკუთარ თავზე ძალიან მშვიდად მოვისმენთ. დიდი მადლობა ზარისთვის, არ ვიცი ვინ იყო ეს ადამიანი, დრობდა თავიდან ეთქვა სახელი და გვარი და მე გაიგზელებინა საუბარი. თუ ყავს კიდევ ერთი ზარიც არის. ერთი ზარიც არის, კი ბატონო გისმენთ. უიმე ვახტანგ ეს პალატის გაერო ღია დავტოვე საწამოსულ ხარ. ეხავე მოვლენ და წაგიყვანენ ბიძიები. აბა, ჩამოდი ეხავე ჩააქრე შუქი მან დროზე. ნაღდად არ მეგონა თუ მიპოვიდით აქ რა, ნაღდად არ მეგონა. აროჩე და გაიყვანეთ კაცო ესა. ბლად. ბაიცა ეს მომძურა. ამას მეწამოვიდეთ ამათ.